ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ძლიერი წვიმის შედეგად სახლი დაინგრა, როგორც ადგილობრივები მთავარს ატყობინებენ, დაშავებულია 2 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ადიდებული მდინარის ვიდეო მასალა ვრცელდება მაჭახელას ხეობიდანაც. ბათუმის სანაპიროზე კი შტორმმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. უამინდობა და 4-6 ბალიანი შტორმული ვითარება შავ ზღვაზე 21 სექტემბრამდეა ნავარაუდები. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალა და ღამით მარნეულის ცენტრში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სწორედ ამ მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით მაღალჩინოსნის რიჩარდ გიგანის შვილმა მამუკა გიგანმა ერთ-ერთი საკონდიტეროს თანამშრომელს ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილობრივი მედიის ცნობით ადგილზე იმყოფებოდა რიჩარდ გიგანიც. ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა. ფორმულას ინფორმაციით ნამორაძე ოჯახთან ერთად ლონდონში იმყოფება. ტელეკომპანიის ცნობით ვაკეში ნამორაძის ბიზნესი უკვე რამდენიმე თვეა მიტოვებული და გაჩერებულია. სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დღეს დილით აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლო მგზის გადაკეტვის ბრალდებით 15-დღიანი პატიმრობა 18 სექტემბერს მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებისას ნარსია ქვეყანაში არ იმყოფებოდა და საქართველოში დღეს დაბრუნდა.